მეგობრებო, ეს ჩემი მესამე ვიდეოა. მე ვარ ირაკლი და მოდით დავიწყოთ. უკვე გამოვიდა Minecraft Pocket Edition 0.17 და მე ახლა შემოგთავაზებთ ამ ვერსიის განხილვას და გაჩვენებთ თუ რა ბლოკებია დამატებული. მოდით ჯერ შევქმნათ ახალი სამყარო. ახლა შევქმნათ. თავილოთ ახლა შეიქმნება და ეს ამან ეგრეც საერთოდ რომ ეს ამ ახალ ვერსიაში იჭერდება ესე იდალოდება უფრო მეტად ამ ახალ ვერსიაში და დაემატა ის ნივთები რომელიც არის Minecraft კომპიუტერის 1.10-ში და აქ არის დამატებული Ender სამყარო და Ender დრაკონი. ჩავთვალ ჩვეულებრივ კრეატივში და ფლატში და შევქმნათ. ოპა. და ახლა აქ უფრო არის დამატებული რაც არის კომპიუტერის Minecraft-ში. მაგალითად Ender თვალი, კიდევ ეს ფრთები და სხვა ეგეთი რაღაცები ისე რომელიც უფრო ხდება კომპიუტერში. ახლა უკვე ჩაირთო და ახლა მე გაჩვენებთ თუ რა ნივთებია ესენი. აი ახლა მოვარჩევ არის ეს და ეს კიდევ სხვა მხარესაც ვნახოთ არის აი დრაკონის კვერცხი, ეს ენდერის კრისტალი, დრაკონის თავი, ender chest-ი და მგონი ესე იგი არის დამატებული ეს ბლოკები, ნახეთ. არის ესეთები, ეს ფიცარია პატარა, ეს კივესავითაა და არის კიდევ დამატებული დრაკონის კვერცხი, რომელიც ამ შემთხვევაში არ მუშაობს, იმიტომ რომ ამ ჯერჯერობით ამ ვერსიაში არ იხსნება ესა და აი ნახეთ, ეს ახლა არ იხსნება, რა ვაჭერ, აი ნახეთ, დავაწვევი და ის ჩდება სხვაგან. მოდით ჯერ გავტეხოთ და გავგრძელოთ. არის ender კრისტალი, რომელიც ესე მუშაობს. ავიღებთ bedrocks და დავდგოთ მაგალითად აქ. დავაჭერთ ender კრისტალს და ნახეთ ის ტრიალებს. ესე ჰალში ტიტიობს და ტრიალებს. ახლა გაჩვენებთ დრაკონის თავს. ესე რომელიც ესე მუშაობს. მაგალითად დავდოთ redstone-ის ბლოკი. ესე ეს დავადოთ Z და ნახეთ ის აქნევს პირს. შეგვიძლია ესე ჩვენ დავიხუროთ ის აი ნახეთ რაც აქ ვიკეთია ის პირს მაშინაც აქნევს და შეგვიძლია უბრალოდ დავდოთ. და ახლა მე გაჩვენებთ თუ როგორ მუშაობს ender chest-ი. დავდეთ ჩვეულებრივ ender chest-ს, ჩავდებ შეგნით ერთ niche რომელიც გვინდა და დავდეთ მეორეს სხვაგან. ეს უფრო გამოიყენება ისე დროს, როცა ჩვენ გვინდა რომ სახლიდან რამე ნივთები ავიღოთ. აი ნახეთ, როცა ხსნით, აქ არის ის ნივთი, რომელიც ჩავდეთ წინა სკივში. მოდით ეს გავტეხოთ. აი ოპა. აი არის ჩვეულებრივ დამატებული ენდერის თვალი. აი ჩვეულებრივ ანუ ენდერის მარგალიტი არის ესეთი შლუკერი, რომელიც ინგლისურად ქვია. და არის ესე კიდევ ანუ ელიტრას ფრთები. აქ ჯერ ნახოთ ენდერის მარგალიტი, ანუ ender pearl
აი ნახეთ ის ადამიანს ატელეპორტებს. მაგალითად ნახეთ მას ვისვრი და მე გავჩნდები იქ სადაც ისროლა. აი ნახეთ. აი ოპა აჰა მოდით ახლა გავკეთოთ ელიტრას ფრთები აი ეს და ნახეთ ანუ შეიძლება იცოდეს ეს ამით ახლა ანუ დაფრინოთ დისიაყლიდან რაც ჩამოვარდებით აი ნახეთ ესე მაღლავდი ვარ მე და ნახეთ ესე დავაჭერ ორჯერ და მე დავფრინო ნახეთ აი ნახეთ მე ახლა დავფრინავდი და ახლა მინდა გაჩვენოთ ეს მობი რომელსაც ქვია შლუკერი ანუ დავსვათ მას და ნახეთ ის გავს ბლოკს და ესე ახლა დავსვათ ბერს გაჩვენოთ რომ ესა შეიძლება ამ მობის შეღებვაც აი ნახეთ ავირჩიოთ სხვადასხვა ფერები ავირჩიოთ აბა აი ნახეთ რაც იყოს აი ეს შავი აი ნახეთ ის იღებება რაფრადაც ჩვენ გვინდა აი შეხედეთ ეს ამაგარია იმიტომ რომ იღებება მოდი კიდე დავსვამ ოპა ასე ჩავაბა აი ნახეთ ეს არის ბევრი ფერი და ეს ძალიან ლამაზია ოპა აი ნახეთ ოპა და ნახეთ ეს ჩაოლებრად ხდება და ეს უფრო ხდება ენდეს საყვაროში აი ახლა მე მას მოკლავ აი მე ისინი მოვკალი ესა და კიდევ სხვა ნივთებსაც გაჩვენებთ კიდევ არის დამატებული ეს ბიოქონი რომელიც მუშაობს შემდეგნაირად ავიღებთ ეს ალმას ან რკინას ან ოქროს რომელიც გვინდა მე შემთხვევაში ალმას ავიღებთ კიდევ ჩვეულებრივ რკინას ან ალმას მე ავიღებ ახლა რკინას და ნახეთ დავდებთ ესე 9 ბლოკს 1 2 3 3 და ой 3 აი ეს 9 ბლოკი შუაში ჩავდეთ ბიოქონს და ნახეთ მას აქ ხაზი ძალიან მაღლა აი ნახეთ და ესე მუშაობს რომ ანუ დავადებთ ხელს მას და შევად შევდებ შეგნით რაც გვინდა აქედან რკინა ოქრო ალმასი ან ზორმუხტი ავირჩიოთ რა გაძლიერებას გვინდა მე მაგალითად დავირჩევ ახლა სისწრაფეს აი ნახეთ ავირჩი და ნახეთ ეს სისწრაფე მაქვს მე სამუდამოდ ანუ ყოველთვის სანამ ამას არ მოშორდები ან არ დავანგრევ და აი ეს არ მეცლება არასდროს ეს სისწრაფე აი ნახეთ ახლა დავანგრიე ის და ახლა ცოტა ხანში ეს სისწრაფე უკვე გავითარდება აი ნახეთ უკვე გავითარდა ეს სისწრაფე აღარ აქვს აჰა ოპა ესე დავანგრიეთ და კიდევ გაჩვენოთ აი რამდენიმე სხვა მაგალითად არის კიდევ აი ეს ჯოხი
კიდევ არის სხვა თებიც, მაგალითად ეს ენდერს აყურებს ხილი, ეს რაღაცები, ეს გავს ბლოკს, მაგრამ არ იდება. ნახეთ, ეს უბრალოდ ეს ხილია და ეს არის ჯოხი, რომელიც ჩვეულებრივი ჯოხი უბრალოდ ანათებს და კიდევ ჩვენ შეგვიძლია ესე გამოვიყენოთ, მაგალითად, შეხედეთ. აი, ნახეთ, ანუ ეს შეგვიძლია სიგრძეზე დავდო და შეგანეზეთ, აი, შეხედეთ. და ასევე ჯოხიც გვხვდება ენდერ სამყაროში. დიდი მადლობა რომ მიყურეთ და გთხოვთ არ დავიწყოთ subscribe და მოწონება თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო. ნახვამდის.